ამ ვიდეოში გაიგებთ, რისგან შედგება თანამედროვე ენერგეტიკული სასმელები და რა გავლენას ახდენენ ისინი ჩვენს ორგანიზმზე. პირველი ინგრედიენტი არის მარტივად გაზიანი წყალი, შემდეგ მოდის შაქარი, საკმაოდ დიდი რაოდენობით, შემდეგ გლუკოზა, ასევე ლიმონმჟავა და ნატურალური არომატიზატორები, რომლებიც აძლევენ სპეციფიურ გემოს ენერგეტიკულ სასმელს. შემდეგ მოდის ტაურინი, რომელიც ბუნებრივ მდგომარეობაში გვხვდება ორგანიზმში და კოფეინის ეფექტს აძლიერებს. შემდეგი ინგრედიენტია ნატრიუმის ციტრატი, რომელიც მჟავიანობას არეგულირებს. ენერგეტიკული სასმელები ასევე შეიცავენ ელ-კარნიტინსა და ტარტრატს, რომლებიც ცხიმების მეტაბოლიზმში მონაწილეობენ. ამის შემდეგ მოდის კოფეინი და კონსერვანტები, როგორც არის სორბიტისა და ბენზოიკის მჟავა. ასევე სუკრალოზა, რომელიც ტკბილ გემოს აძლევს სასმელს, თუმცა სისხლში გლუკოზის დონის მატებას არ იწვევს. და გაგიკვირდებათ და რიგი B ვიტამინებისა, როგორც არის მაგალითად ნიაცინი, ანუ ვიტამინი B3, ასევე პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი, ანუ B6, რიბოფლავინი, ანუ B2 და ციანკობალამინი, ანუ B12 ვიტამინი. რაც შეეხება ამ სასმელების დამაზიანებელ ეფექტს, ძირითადად გვერდითი მოვლენები მსგავსი სასმელების რეგულარულად მიღების დროს გამოწვეულია კოფეინის, ტაურინთან, გლუკურონოლაქტონთან და შაქართან კომბინაციით. მსგავსი ნივთიერებების კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის გაზრდა, გულისცემის სიხშირის გაზრდა, თუმცა დეტალურად რა რისკებთან არის ასოცირებული მსგავსი სასმელების მიღება, ამას გაიგებთ დიდ ვიდეოში ჩემს YouTube არხზე, ამიტომ გადმოდით და გამოიწერეთ არხი.